აკითხა მამას. რამდენი ხანია რაც ასე ხდება მას? მან თქვა, ბავშვობიდან. მრავალჯერ ჩააგდო ცეცხლშიც და წყალშიც, რათა მოეკლა. მაგრამ თუ რამე შეძლებ, შეგვიბრალე და შეგვიხმარე. იესუმ უთხრა მას, თუ რამე შეძლებ, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისთვის. დამხისვე ბავშვის მამამ ხმამაღლა ტირილით თქვა, ჯერა უფალო, დამეხმარე ურწმუნოებაში. როცა იესუ დაინახა, რომ ბრბო იკრიბებოდა, შერისხა უწმინდური სული და უთხრა მას, სულო უგონო და ყრუსავ, მე გიბრძანებ. გამოხავ ამ ბავშვს და აღარ დაბრუნდე მასში. და იხვირა, ძლიერად შეარყია იგი და გამოვიდა. და ბავშვი ისე გახდა თითქოს მკვდარი ყოფილიყო. ბევრმა თქვა, მკვდარია, მაგრამ იესუ ხელი მოგიდა და წამოაყენა იგი. და ის წამოდგა. და როცა იესუ შევიდა სახლში, კითხეს მას მოწაფეებმა ცალკე, რატომ ვერ შეძელით ჩვენ მისი გაძევება? და უთხრა მათ, ეს სახეობა არაფრით გამოდის, გარდა ლოცვისა და მარხვისა. იქიდან წავიდნენ და გაიარეს გალილეა. არ უნდოდა რომ ვინმე სცოდნოდა, რადგან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა მათ. ძე კაცის ხელში ჩაგდება და მოკლა მოუვა და მესამე დღეს აღდგება.